შავი მთვარე პლუტონთან გაცილებით ძლიერად მუშაობს, ვიდრე მაგალითად სხვა პლანეტებთან. ღრმა ენერგიებთან არის კავშირში, ხო? წარმოიდგინეთ, შავი მთვარე ყველაზე ძლიერი არის თხის რქაში და მორიელში. ზოგადად ესე არის. ანუ აი ეს ბნელი ენერგიები ყველაზე მეტად არის თხის რქასთან და მორიელთან კავშირში და ეს ორივე ნიშნის მმართველი ეს არის სატურნი და პლუტონი. ამიტომ ერთ-ერთ მძიმე შეერთებად და მძიმედ ახლა ხო გეუბნებით ზოგს ხო ვენერა ლილიტი ყავს ისე მძიმედ რომ უბრალოდ ენერგეტიკა თვითონ ადამიანის ენერგეტიკა ან მისწრაფებები ან დამუშავება უფრო რთული არის ესე ვიძახით ხოლმე როცა რაღაც ძლიერი შეერთება არის, ხო, აქ ამაზე არის საუბარი. სატურნი ლილიტის შეერთების დამუშავება გაცილებით რთული არის, ვიდრე რამე სხვასი, ხო, სხვა პლანეტის, ესე რომ ვთქვა და პლუტონი ლილიტის დამუშავებაც მეტი არის. პლუტონი ჩვენთან ასტროლოგიაში იცით, რომ ეს მორიელური ენერგეტიკა არის, ეს არის ყველაფერი ღრმა, დაფარული, ამოიყაროს, ამოვიდეს ზედაპირზე, მძაფრი ემოციები, რომელიც მთავარი მამოძრავებელი არის. ადამიანისთვის ღრმა ურთიერთობები, ღრმა კონტაქტები ძალიან გავს, აი მერვე სახლი, მორიელი, პლუტონი, ეს ერთი ენერგიები არის და აი შავი მთვარე ვისაც ან მორიელში ყავს ამ მერვე სახლში ძალიან ნაცნობია მათთვის ეს პლუტონი ლილიტის ისტორია. ძალიან გავს აი ამ რაღაც ცით როგორ ენერგიას, აი ტრანსფორმაციას, მოდი ესე ვთქვა, ცოტა სუდად რო ვთქვა, სიკვდილის ენერგეტიკა არის პლუტონი, ოღონდ სიკვდილის არა ფიზიკური, არამედ ტრანსფორმაციული, აი რაღაცა რომ ბოლომდე შეგიძლია დაფერფლო შენში და ახლიდან აღვაჩინა, ხო? ხშირად როცა თერაპიულად შეხვედრები მაქვს ხოლმე ლილიტ მერვე სახლებთან, ლილიტ მორიელებთან, პლუტონი ლილიტის გავლენის ადამიანებთან, იმდენად ღრმა ადამიანები არიან, აი ლილიტი იძლევა აი ამ როგორც იცით, ისეთ სიღრმეს, რომ აი ჩადიხარ და აღარ თავდება ეს სიღრმე, ეს ინტენსიური ღრმა ემოციები აღარ მთავრდება. აი ლილიტი ამას ამძაფრებს ყველაფერს. აი უკვე აღარ ვიცით სად არის სასრული, აღარ ვიცით სად არის აი სიკვდილი და დაბადება უკვე აღარ ვიცით, ხო? აი განსხვავება სად არის ეს უკვე ზღვარი ამ ყველაფერში, ხო? ეხლა ეს ამძაფრად რო ახლა. პლუტონი არის ტოტალური კონტროლი, ტოტალური ძალაუფლება. აი, მაგალითად, ძალოვან სტრუქტურებში ეს უსაფრთხოების სამსახურები, აი თუნდაც ახლა რომ მუშაობენ რუსეთში, განსაკუთრებით, ეს სუფთა პლუტონური ენერგია არის. ანუ რასაც უნდათ იმას გააკეთებენ. ძალიან რთული არის მათთვის სხვა აი, ესეთ ხიარულ ზედაპირულ ხალხს გაუგონ, ან მათ გაუგონ, ხო, ამ ადამიანებს და იზიდავთ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ძალიან რომ კარმული ასტროლოგია მოვაცილოთ და ეს ბნელი ენერგიები და რაღაცა სამდროში არის ეს სიღრმის სიყვარული მძაფრი ემოციები, შინაგანად